გიანოსეთ ბატონი ვატო სურგულაძე ყავს ახლა ეთერში და ნახევარი საათის შემდეგ პარიზიდან ჩაგვერთება ფოფხაძე გიორგი. სხვათა შორის ძალიან საისა ბატო დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ. ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და მინდა წაგიკითხო რა, შენთვისაც შენს გაგიხარდება ალბათ და ძალიან ბევრს და სხვა შორის ფოფხაძესთანაც მინდოდა წავეკითხა, მაგრამ საფრანგეთის საელჩოს მილოცვა არის? აი მე ამაყა ისეთ აი გულწრფელად გეუბნებით და მოდი ბაშკი და შენ წაკითხული გექნება და საქართველოში საფრანგეთის საელჩო თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს და ეს რაც თავარია საქართველოს შეერაღებული ძალების ამსაზეიმო დღეს საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გენიალური შეფასება არის და დიდი მადლობა საფრანგეთის საელჩოს რომ გაგვახსენეთ რომ თქვენ იყავით პირველი დღეებიდან და სარკოზის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტის დროს მართა ღირსეულად მოიქცა და თბილისში ჩამოვიდა მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი მადლობა საფრანგეთის საელჩოს და მარტო რო არა ვარ ბატო მიხარია და რამდენი წელია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს აი ბატო ჯანდაცვის სისტემაში საკმაოდ კარგად ერკვევი და მართა ვეტერანი ხარ ამ ფრონტზეც და მართა მაინტერესებს აი მესამე თუ მეოთხე არა ბოდიში 6 თუ 7 დღეა აი ამ ბავშვების შობლები ათენებენ იმის მთავრობის სახლის წინ მე არ დამავიწყდება ეს პოლიციელის თბილისის დირექტორია თუ ვიღაცაა რომ უძალიანდებოდა არ დავინახო რბილი ისაო მატრასები და რაღაცეებიო. აი აქამდე მიიყვანეს ვატო და აი მართა მწყდება გული იცი არა ვარ საქართველოს ღარიბი ქვეყანა ნუ კი ეხლა შედარებით სხვასთან რაღაცა ვართ მაგრამ რა გახდა 80 თუ 100 ბავშვის წამლების ყიდვა აი მართა მიკვირს ვატო და აი ცოდვა ის ხალხი დედები არიან დედისთვის შვილის გადარჩენა ხონდა პირველი და უპირველესი მნიშვნელობის არის და სოლიდარულები უნდა ვიყოთ აი რატო და მიკვირს აი ამათი გულგრილობისა და დღეს უხარო და ყველას რომ მატრასების შეტანის უფლება მისცეს რა არის ესა და რატო რა უნდა იმისი რა ქვია ნებისმიერი და ჯანდაცვის მინისტრს შეეძლო ეს მოეგვარებინა ერთ-ორ კვირაში აქამდე რატო მიიყვანეს ამ ბავშვების შობლები მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ გისმენ ჩემო ბატო მოგესალმებით და ზუსტად დამოკიდებულება ყველაფერი ქვეყანა მე ბევრჯერ ვქვი დღესაც და სულ იძახი რომ ქვეყანა რითი ფასდება როგორი დამოკიდებულება აქვს პენსიონერების მიმართ ბავშვების მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის პირების და შესაბამისად ქრონიკული დაავადებით დასნეულებული ადამიანების მიმართ ეს არის მაჩვენებელი ქვეყნის ამიტომ ჩვენ აი ამ მაჩვენებლებში ყველაში ალბათ ვართ ყველგანზე მე ვიძახი ცივილიზებულ სამყაროზე და მოდით ახლა ნუ ვილაპარაკებთ რაღაცა ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებზე არ მინდა საუბარი ყველა პუნქტი ვარ ჩამორჩენილები მართა ჩამორჩენილები არა ჩამორჩა ეს დამოკიდებულება შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს შეშემე პირის მიმართ ადამიანის რომელსაც მედიკამენტი ჭირდება შობელს არ უშველისო ვინ იძახისა ვინმე საჯველაძე რა იყო გუშინ წაიკითხა ვიკიპედია და რაღაცა გაიგო ხუთი მოადგილე ყავს ახლა ამ მოადგილებსაც რა უთხარი ერთ-ერთი ალბათ გია ცაგარეიშვილია ყველა პარტიაში აგრონომი დია ბახსოვს ვაქტები გახსოვთ რა ერთ-ერთი მოადგილე ჯანდაცვის სამისოში რა უნდა ამიხსნას ვინმე ყავს 1-2 ჭკუა მოეკითხა იმათთან მაით გვერდზე დაუდგენ იმიტომ ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი არაფერი არ არის შობელი რომელიც უყურებს იმას რომ აქვს შანსი გადაარჩინოს თავის შვილის სიცოცხლე გაახალწულოს და ხარისხობრივად რომ სიცოცხლე იყოს ნორმალური კარგი ჩვეულებრივად იყოს ჩართული აი ამ იმედს რომ უკლავ და გუშინ ისეთი სიტუტუცე თქვა რომ ეს უცხო მედიკამენტიოში კი არა კურნალს შეიძლება მოკლასო ესე იგი აი ამ გაუგებრობას უფრო შეწყივა გული რომ შობლი ეს ნიშნავს ორი ხარ ეხლა ვიყავი გერმანიაში მე ჩემი პრობლემა ფეხზე გავიკეთე რაც ოპერაცია ვიცი ხო და ეტლით დავდიოდი მიუნხენის ქუჩებში მე პრობლემა არ მეტროში ჩავდიოდი ყველა მეხმარებოდა ტრამვაიში ასე ვერავედი გამოვიდა ტრამვაის ჩამოსული ვარ ხო
არამა გადაადგილების თავს აღგზნობდი დაჭარბულად და ნაბადიათას სოდა BMW მუზეუმში BMW მუზეუმში წავედი და რომ დამინახეს ეტლი დილეთში სამჯერ ნაკლები ფასი გადამახდევინეს და ადამიანმა რომელმაც ექსკურსია ჩამიტარა ეს არის სოციალური ქვეყანა სადაც პენსიონერს არ ეშინია ხვალინდელი დღის სადაც პაციენტს არ ეშინია ავად გახდომის არ ეშინია იმიტომ რომ ნახეთ თემას დაუბრუნეთ იშვიათი დაავადებები რატო ქვია იშვიათად ხდება ამ დაავადების მედიკამენტების შექმნა მერე გაყიდვა კურნალობა ძალიან ძვირიჯდება ვერც ერთი საშუალო შემოსავლის კი შეიძლება მაღალი შემოსავლის ადამიანმა ვერ უზრუნველყოს ამ მედიკამენტების ყიდვა საბოლოოდ დიახაც ყველა იშვიათი დაავადება იმიტომ ქვია იშვიათად ხდება და შეიძლება ქვეყანაში ერთი იყოს ზოგი დაავადება ერთი პაციენტი იყოს ესეთი უნდა აიღოს თავის თავზე და სახელმწიფომ დააფინანსოს რომ იგივე მშობელს არ კონდეს ეს გაცდა რომ მე ყველაფერი გავუკეთე ჩემში როგორ წარმოუდგენია სამჯველადზე და ეს ადამიანები დასნეულებებული ამ დუშენზე ვსაუბრობ ეს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ინტელექტუალურად განვითარებული და იციან რაც ხდება იციან რომ თუ დროულად არ მიიღებენ მაგათი სიცოცხლე არის ძალიან ხანმოკლე და რა თავარია სიცოცხლის ხარისხი რომ პრაქტიკულად სიცოცხლის ნახევარზე მეც ატარებენ მერე ეტლში ჩაჯდეს ერთი სამჯველადზე ჩაჯდეს ეტლში და გაიაროს თბილისში არა თბილისში საერთოდ ვერ გაივლის როგორია და შობლისთვის როგორია და ეს თურმე ყველაზე განათლებულია და ყველაფერი იცის ვინმე გამოიყვანე ვისაც ესმის ეს საკითხი და იმას ასაუბრებს მე ვიმეორებ რომ საბოლოოდ როცა მოვალ ხელისუფლებაში და იქნება მაგ დროც არ არის არც ისე ჯერ რომ ყველა იშვიათი დაავადება ყველა ძვირადღირებული დაავადება სადაზღვევო კომპანია არასდროს არ დააფინანსებს და ეს ნორმალურია სორი ხარ სადაზღვევო კომპანია არ არის იაკვია სოციალური სააგენტო ჩვეულებრივი ფინანსური ორგანიზმი მოგებაზე მუშაობს ამიტომ აი ესეთი დაავადების დაფინანსება სახელმწიფო შეგვიძლია დიახაც შეგვიძლია არ არის იმდენად ბევრი პაციენტი იშვიათი იმიტომ არის რომ ვერ დავაფინანსო ნუ მოიპარავენ ღარიბაშვილები და თქვენ გახსოვთ ალბათ ხო აკონდროპლაზიით დაავადებული ბავშვები ვოქსოგოზე მედიკამენტზე აი ეს მინისტრი აზარაშვილი და მისი მოადგილე ხაზინის კურდი ილია ღუდუშაური რო გვიმტკიცებდა ფულს როგორ გადავყრითო როგორ შეიძლება და თურმე ხაზინაში ფულს იპარავდნენ ჩვენ ფულს იპარავდნენ ეხლა ერთი კი არის ბრალდებული მეორესაც მიუსვავენ გვერდზე როგორ უნდა გადავყაროთ ჩვენ უნდა შევაფასოთო ეს მედიკამენტი მუშაობს თუ ვინ უნდა შეაფასოს საქართველოში ყავს სპეციალისტი ამის რასორი ხარ მედიკამენტს იყენებენ იტალიაში გერმანიაში ბრიტანეთში ყველა დიდ ქვეყანაში იყენებენ მოლაპარაკებები მიდის აი თქვა იტალიელებს აქვს ცოტა სახელმწიფო ელაპარაკება მწარმოებელს იქ ფასი სულ სხვა არის ფასი გაცილებით დაბალია იტალიელებს ესეთი მიდგომა აქვს ბატო მეზგეთი ნემაპატიერა დიდი ბოდიში ერთავს არ გადაგიხდი ბატო საინტერესო ფაქტს გაგახსენებ შეცდა და მეც ახლა მინდა მაყურებლები მაიცოდნენ საქართველოს აი ეს ცნობილი ფაქტია ჩემი მოგონილია $1.3 მილიარდი დაუჯდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენთან რომ ომი გამოუცხადეს რა ცეჰეპატიტს და შემცირდა თითქმის დანულდა რატომ ტურისტული ქვეყანა ვარ და დაუკვირდი რა ჭკვიანურად დაგვეხმარენ ამერიკელები რომ თუ კი ტურისტული გინდათო ინდუსტრიის განვითარებაო ყველაზე დიდი დაავადება უნდა გაანადგუროთ და თვითონ დაგვეხმარენ ხმას არავინ არ იღებს ამ მთავრობიდან ამაზე 82 მილიონი ღირდა $82,000 ღირდა ერთი პაციენტი კი ვიცი მედიკამენტებით კურნალობა და მე გავიგე კაცო აი ეს ამ ბავშვების პრობლემისგანაც გავიგე 8-9,000 ჯდება მაქსიმუმი და თუ კი სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს ეს ჩვენი ბედოვლათი მინისტრი და შეუძლია ამის გაკეთება თუნდაც ამერიკის, თუნდაც ინგლისის, თუნდაც საფრანგეთის მთავრობა გაიღებს 100 ბავშვისთვის არა მათთვის ეს დიდი თანხა და გააკეთებენ და ამ მიმართულებით ემუშავათ აქამდე რატომ მიიყვანეს 40 მილიონამდე დაჯდება მაგრამ ნახეთ რას გავაკეთებდით ჩვენ პირველ რიგში საინფორმაციო ცენტრში შევხვდით ამ მშობლებს შევხვდებოდი პრემიერ-მინისტრი
ძალიან დაკავებული არ იყოს ახლა. ხო, და ემალება თურმე სისხლი არა, პრემიერი ხარ. ხო, საწალიან პრემიერ-მინისტრ ბავშვებისათვის, ხო? ხორცის გაყიდვითაა დაკავებული. შეხვდეს, დაელაპარაკოს, კი აგრესიასაც მიიღებს. შეიძლება შეურაცხყოფაც მიიღოს, მაგრამ მოусმინოს ამ ხალხს. ხსნა შევდათ საინფორმაციო ცენტრი, მუდმივად შევხვდეთ მშობლებს. წავიდეთ იმ ქვეყნებში, სადაც ამ მედიკამენტს იყენებთ, მშობლებით წავიყვანოთ, იმიტომ არ შეიძლება ავადმყოფის ან შეშემებე პირის პრობლემების გადაწყვეტა მათ ჩართულობის გარეშე. სწორი ხარ. იმეილი მივიღეთო პრეზენტაცია გამოგვიგზავნეს. ჩადი, ნახე, დაელაპარაკე. დავიწყოთ ქარხნებთან მოლაპარაკება. ვაჩვენოთ ამ ხალხს, რომ მშობლებს რომ ჩვენ ვმუშაობთ. ეს არ არის რთული გასაკეთებელი. შრომატევადია, რა თქმა უნდა, შრომატევადია, მაგრამ გაკეთებადია, გამოცდილებაც არსებობს. ვაჩვენოთ, ყველა არ, მაგრამ რაღაცა ნაწილი. წავიყვანოთ მოლაპარაკებაზე იგივე ვთქვათ, მწარმოებელ ქარხნებთან. და რამოდენიმე მედიკამენტი აქ ესია, რაც კი არის ელევიდისი, რომელიც გენურ ინჟინერიაზე და მაგრამ ის შეიძლება ყველას არ მოუხდეს. შევაფასოთ ეს ბავშვები, ვის უფრო სასწრაფოდ ჭირდება. ეს არის ვალდებულება მთავრობისა და მე არ ვიცი ან რატო იყო ეგეთ ნეგატიური განწყობა მშობლებზე. ყველა მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილის ჯანმრთელობაა და ეს თან 100 ადამიანი უკვე სახელმწიფო უნდა იყოს მონაწილე მათ კეთილდღეობაში და არ გამოვა და რა წესია ეს? ეს არის სახელმწიფოს გასაკეთებელი. ნუ გავაკეთებთ ამ სკვერებს ამდენს. მაბატე სკვერზე ამბობ ვატო, დიდი ბოდიში ეწავს. ნუ მიყიდეთ ამდენ მანქანას და ამ ბავშვებს გაკეთებადია დათო ეს რო იყოს რაღაცა ძალიან რატო სფეროდან ახლა რომ მე მითხრა რომ პირველი ქართველი კოსმონავტი უნდა ვერ გავხდები ვენერდროს ხო გამორიცხული ეს გაკეთებადია და რატო აიმაშებიან კონტაქტი უნდა კონდეს არ მოგიშვებ დღეს მართლა კიდევ კაი დღეს დილით ვიყავი მისული ვესაუბრებ მშობლებს იმის არ დღეს კიდევ კაი გნახე იქ შეზღუდ შორის უფები დაადგმევინეს რატო შედიხარ საერთოდ სნა არის ახსნაში დავჯდეთ ერთად ვისაუბროთ კი მივიღებთ შეიძლება აგრესიაც მივიღოთ მშობლებისაგან და ეს ნორმალურია იმიტომ რომ შვილის ყოფნა არ ყოფნის საკითხია ეს მიიღებ და შენ თმენის ვალდებულებაც აქვს რომ მოგაყენო მაგრამ გუშინდელმა მინისტრის გამოსვლა ეს ყოლე ყველაზე ის კიდე ახლა იმიტომ კი არა არცხულების ჩაწერა არ მინდა და მე არავისი რა აქ გაკეთებადია მინდა რომ გერმანიაში როგორც არის ჩვენ შეგვიძლია ამასე გავაკეთოთ რომ ადამიანს ხვალინდელი დღეს და გუში ეს იყო საერთოდ ალბათ ეს ოპოზიციაში ეს ავანტყოფები არიან ოპოზიციაში ჯანდაცვის მინისტრი ავანტყოფს ეძახის როგორც ნეგატიურ შეურაცხყოფ სიტყვად მოეკითხება როგორც აზარაშვილს და მის უდუშაურებს და კიდევ მოეკითხა აუცილებლად მოეკითხა ვატო მე არ ვიცი შედეთყობა არ ვისმენი სანამდე უნდა იყვნენ მინისტრები ადამიანები რომელსაც ელემენტი ემპათიის შეგრძნება არ გააჩნიათ არ გააჩნიათ სისხლიანთა ჯგუფი არის ესა და ვატო ბოდიში ერწავს რა სუეთი წამის ვატო შეხედოს თავი წარმოიდგინოს და იქიდან გამოვიდა ვატო არ საუბრობ ბოლო მოდელის მანქანაზე შეძენაზე ჩვენ საუბრობთ ყოფნა ზუსტად ესე არის და ვატო არადეკვატურები არიან შეიძლება არ უშველოს დათო შეიძლება აბატიეთ მაგრამ ანტიბიოტიკიც არ შველის ხო ყოველს და თქვა ინსულინიც თუ ყიდულობ დათო ხო ამკურნავს ის ინსულინი მაგრამ თავარია იმედი მივცეთ რომ სხვებით შეხედავენ რომ აგერ არის სახელმწიფო რომელიც ზრუნავს თავის მოქალაქეს ხო რატო ვირჩევთ ჩვენ ამ თავრობას თუმცა ეს თავრობა არ არის არჩეული მაგრამ რატო ვირჩევთ? იმიტომ რომ მე არ უნდა მეშინოდეს ხვალინდელი დღის. მე არ უნდა მეშინოდეს ხვალინდელი რომ მომატებულმა ფასებმა ჩემი რაციონი შეამცირა. და ეს მართლა მაპატია რომ გენიალურია იმ ფილმში რო არის თანამდებობას შეუფერებელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რო ყავს პაპუაშვილი, შალიკია. რომელიც ევროპას აგინებს ზოგჯერ არ გაგონებთ და არ ეზარებოდა და არ აი როგორც ის ლექტორები საუბრობდნენ დამპალი კაპიტალიზმი ჩალპა კაპიტალიზმი ჩასულები მაინც არ იყო იქა მაინც არ გესწავლა რა ფასებზე ახლა გერმანიაში 59 ევროცენტი ღირდა ლიტრა ნახევარი მინერალური წყალი 29 სადღაც გამოდის რამდენი ცოტა მეტი ლარზე.
ხო. ხო და მომისმინეთ, აი აქ თავარი რა არის? აქ არის რომ სახელმწიფო თუ ხარ, მე უნდა ვიგრძნო რომ შენ ჩემზე ზრუნავ. აი ეგ არის თავარი ვატყავი ბაბაკეიცავს რა. არავით არის საშუალება არ მაქვს ჩემ თავზე ვიზრუნო. ეს არის სახელმწიფო სორი, ვალდებულება ეს მაგათი კაცო ვალდებულება გინდა ეპიდემიის დროს ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩვენი ფულით არიან მაგრამ ბიუჯეტს ხალხი ავსებს და ვალდებული არიან რომ ხალხს მოექცენ ადამიანურად იცით რამდენ ბავშვს დაეხმარა ის წამალი რომელიც ვიცი ეგ ისტორია ამბობთ რომ ფულიც არის შედეგიანია და ადამიანობაში პირველი მოადგილე რას ამბობთ ეს არ არის გამოცდილიო და ვის უნდა გამოეცადა საიდან გაიგო მაგუბედურმა ვინ უკარნახა ეს არ ყავს არც მაგის სპეციალისტები ყავს და თან ცით რა ზოგჯერ ინფორმაცია მოყავთ ხოლმე მართლა იმიდან ვიკიპედიიდან დაღებული და ნახევარი ინფორმაცია რასაც უნდა იქ ჭვიან და იმასაც დიან მოსახლეობას მაგრამ მშობლებმა მერწმუნეთ ბავშვი გაცილებით მეტი იცი იციან რა თქმა უნდა დაინტერესებულები არიან და ეციან. ეს რომ დავიწყოთ უკვე საუბარი, როგორც გითხარით, წარმოებლებელთა მედიკამენტის, ავიღოთ გამოცდილება გავიზიაროთ, ჩავიდეთ, ვნახოთ, დაველაპარაკოთ, ვნახოთ რა რისკებია, რა შეცდომები, თქვათ, მოუვიდათ ამ წამლის დანერგვის დროს. შევისწავლოთ ეს სწრაფად უნდა მოხდეს. აქ კიდევ მე არ ვამბობ იმაზე, რომ დღეს თუ არ ვიყიდი, ფეხსაცმელს ხვალ ვიყიდი. არა, ყოველ დღეს მნიშვნელობაა. კიდევ მოხლა გამოვარდებიან და აი პოლიტიკურ ფულებს. არა ბატონებო, ჩემი პოლიტიკური ფული დაწერილი მაქვს, საჭირო იყო და ამჭირდება ფულების დაწერა. მე მართლა მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ბავშვების ჯანმრთელობაზე შობელი როგორ არ ინერვიულებს, მაგრამ იმის განცდა არ ექნება ვაიმე ფული რომ მქონდეს, ხო უშველი. აი ეს არის დამოკიდებულება, ეს არის ქვეყანა. თუ ქვეყანაზე ვსაუბრობ და აქ დილეტანტების ხელში. დილეტანტების ხელში ვარ. ყოველ დღე შევხვდებოდი რა პრობლემა, იქაც მივიდოდი, იქაც დავждდებოდი თუ არ მივიყვანდი საქმეს იქამდე. შეხვედრას, ლაპარაკს აქ ძალიან დიდი. არ ესვით ეს რა არის ცივი ხალხის სიმიდან, წიაღიდან არ არიან ესენი ამოსული, ეს არის ბანდა რა ფაქტურად და იდიოტოკრატიას მეძახი ამდენიმე დღე არის საგერდა. თავიანთ თავს ავნებენ თავიანთ პარტიას მარხავენ, ამით ეხლა მერიდება რომ გაისა ხელახალ უნდა წავიკითხო. ვორსკი ხო გაგიგია ცეკაში რო იყო ინსტრუქტორი. ინსტრუქტორად კი 9 აპრილის შემდეგ არა, მაპატიეს აი მაგ ადამიანია ზუსტად. ბატო, რა თქვა იცი ამ კაცმა, დაუკვირდი რა, გაიხსენე, ხა ბედაშენ ქებიცით ესაბავარ. ეს კაცი რას ამბობს? თქვენზე, აი ოპოზიციონერებზე, რასაც ეს ხალხი მავნებელთა ჯგუფი არისო, რეჯიჭირსა გახსოვს რომ ხრიტავდნენ ხალხს. როგორ არა? გაიხსენა ეს იდიოტური სიტყვა უკაცმა, მავნებლები არიანო. ესე ყველა ვისაც არ მოსწონს ამათი ეს თროკიალი და იმისი ჯანდაცვის მინისტრო ესე სისულელეს დაახეთქებს. მე ვერ გაჩვენებული ყენ მაინც მიეყოთ ეს ხალხი რომ დაემთავრებინათ რომ მოიდომონ ბატონ ნახევარ საათში გადაცდება ეს საქმე კაცო იდიოტოკრატია გვაქვს ჩვენ ხელისუფლება არ აქვს მავნებლობა ქვია თუ კი აპროტესტებ არ არსებობს პოლიტიკური ნება ამიტომაც ვერ გადაწყდება ჯერჯერობით სანამ ესენი იქნება მით უარესი მაგათვისაც საერთოდ დაკარგეს აი ეს ხალხის ხარდაჭერა მაგათკენ აღარ არის შეიცვალა დრო აი 4 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდა ყველაფერი ეხლა მე არ მინდა დღეს ახლა მთელი ისა ყველა ლაპარაკოს საქართველოში მედიისთან ნადირობის ის დაიწყო და რაც იმ ზიამაღლობებს გაუკეთეს იმ ბათუმში ეს აი იდიოტობა რა აი ბათუმი წყნარი და 7 ქალაქი იყო და სადამდე მიიყვანეს რომ ხარი ჩასვეს ციხეში კაცო და მთელი მსოფლიო ამაზე ალაპარაკეს ოფიცერს რომელიც მე უნდა მიცავდეს ხელით შეეხო საგაზე და ივილი განიცადა ადამიანი უკეთ მეუღთა გადამეყაროს მოქალაქეს ტყვიაზე უნდა წავიდეს ჩემს გამო აი გესმით სასამართლოში როგორ კაკანებდა მაგ ტიპებს მე შემცხვა მაგის მაგივრად კაცო როგორ შეიძლება ეგ მე გამოდიან და ესენი რაღაცა ეროვნულ ღირსებაზე საუბრობენ ირეგულირებებზე საუბრობენ მე ჭიქახელში აუცილებლად სადაგძელოს იტყვიან კაცური კაცების და ადამიანმა ქაოს უჩივლა სახეზე რომ და ღირსი იყო რო შეიძლება
სამარცხვინოდ მოიქცა ეს ბიჭი, სამარცხვინოდ. პოლიციის უფროსი რომელიც აქეთ უნდა გადაეფაროს ტყვით წესი. რა სტიგერო მიაკრა იმაზე იმის გამო ატყდა იქ მთელი ამბავი და იდიოტობა იყო ეს როგორ შეიძლება და დიდი ამბავი რომ პლაკატი გაგიკრა იქ აი ამის გამო უნდა მივარდეთ აგინა თან ეს ხო ცნობილი ფაქტი ამ პოლიცმაისტერმა აგინა იმ კაზანო რა არის საერთოდ რა ვიცი რა ბატო აი მართაგევნების ეს 30-იანი წლების ბოლშევიკების ბჟუტურის გამონაჟონია ეს მავნებელთა ჯგუფიო ოპოზიციას ეძახიან მავნებლობას რეჯისტრები კომუნიზმის საგას მასწავლიდნენ გამონათქმე ერთ-ერთი იმეორებენ ვოლსკები, შალიკოები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი როგორ უპება დასავლეთი, რა საზიზღარი არის, როგორ იმატებს ფასები და ეს კიდე და იმისი რა ქვია. აი კიდე ეს რო ვთქვა შეიძლება. ეს პუტინი რო არის ეს ნაძირა. გონი ლუბანკაზე გაჩნდა კაცი. ლუბანკაზე გაჩნდა, აი კგბ-ში გაჩნდა. პოლკოვნიკია დღემდე. და ჩვენ 8 თვის დღემდე პოლკოვნიკია პუტინიც კი და ჩვენ კაცმა 8 თვეში ლეიტენანტობი და გახდა გენერალ-მაიორი. აი ეს ანექტო რეკორდსმენია ეს ბიჭი რეკორდ. აი ესეთი არ პუტინი პოლკოვნიკია, მუამარ კადაფი პოლკოვნიკი იყო თავის თავს და ეს გენერალ-მაიორი. აი გონ პაგონებში ვერ ერკვევა სიმართლე გითხრა რომ მაგოს რამდენი ვარსკვლავი აი აი მე ვატყო კომიკურები არიან ახსოვდება ახლა ისეთ სიტყვა გახდა ახსოვებული და ვეღაც შესაბამის ეპიტეტებს ვერ მოვულობ რომ საერთოდ თითქოს იმდენად ეს არ არის ასაცი ეს ტრაგედია არა ვატყო სახადია ეს აი უნდა აი ჩვენივე ბრალია იცი ჩვენივე ბრალი არის ახლა მართლა შემთხვევითი ხალხი არის შეყრებილი და შეყრილი პარლამენტის სირცხვილი ეგეთი ხალხი როგორ შეიძლება დღეს მავნებელი ახსენო კაცმა სიცილით კვდებოდი დღეს რამათქმევი და ამ უბედურს რაც ასწავლეს ცეკას რა ქვია კონკავშირში რაც ასწავლეს რა ქვია ცენტრალურ კომიტეტში ისიქეთ ვერ გაიზარდა და რა ქნას მე პლაკატები მინახია კაცო რეჯისტრელი ნარასტრელ ეგეთი ლოზუნგი იყო და მასობრივად ხრიკავდნენ ახლა 20-იან 30-იან წლებში დაძლებდნენ ყველა და რეჯისტრელობას რომ კაცი გამოაცოცხლებს ამ ტერმინს ამ იდიოტურ ტერმინს და თავი ვორსკი კაცო თვითონ იყო ამ კომპარტიის წევრი და ყველაფერი და რეჯისტრელობა შემოგვიტარა კომიკური სიტუაცია ბატო სახადი ეგენი აი ისე უცბა დაიმალებიან და გადაშენდებიან ეს ჩანს რა რომ თავს იბანძებენ ანის ჯანდაცვის მინისტრს არასხვენია პრემიერ-მინისტრს უნდა შერწყდეს რომ ქალები გიზიან იქა და არ ჩადიდა და ელაპარაკე ადამიანობა აკლიათ ამათ ხო გევნები ციფსისხლია და ბაისარი პრემიერ-მინისტრი რომელიც საზღვარზე არ არის სადემარკაციო ზონა თუ რა ქვია ოსეთთან სამაჯაბლოსთან და აფხაზეთის საზღვარზე არ არის ხელოვნურად შექმნილსა და არც ერთხელ ნამყოფი ვისთან უნდა ჩავიდეს უნდა ჩავიდეს ბატო მე გაიცი რა არის ძალიან კარგად მახსოვს ბავშვი არა ვარ 94 წლიდან ტელევიზიამა გახსნილი მაგ ბიჭი ავათ რო იყო პატარა იყო მთელი ოჯახი დარბოდა მიშვენ მთელი პარლამენტი დაეხმარა რომ საზღვარგარეთ გაეგზავნა და მინინგიტის ოპერაცია რო გაუკეთეს და რაღაცა ეთყობა ვერ გაზარდეს ისე არა სერიოზულად გეუბნები ჩასულიყო მათთან ჩასულიყო რა დაუჯდებოდა მილიარდ 200 მილიონს 9 კილომეტრიან გვირაბში ხარჯავენ იდიოტოკრატია ეს მეტი არაფერი ის რო არის და გვირაბში იმიდან რა ქვია სამტრედიიდან გრიგოლეთამდე 52 კილომეტრი 15 წელია ვერ გააკეთეს ბატო მაგას გეუბნები ეგეთი ქვეყანაა და ნო არ არიან რა სწორი არ არიან რომ ამალზე უარს აიძახენ მაგრამ ბატო ერთი რაღაცა შობლები აი თუ დადგებიან კიდევაც მე გავით და ჩვენც დავეხმარებით ყველანაირი პოლიტიკური ხულების ჩაწერის გარეშე აუცილებლად მივახცევთ იმას რომ ის მედიკამენტების სხვადასხვა მედიკამენტები დაგჭირდება აუცილებლად იქნება შემოტანილი და მაინც გაიმარჯვებს საქართველოს და გაიმარჯვებს რა თქმა უნდა პირველ რიგში ის ბავშვები ვისაც ეს მედიკამენტი ჭირდება
ხო ეხლა გამახსენდა იცი ერთი 20 წლის წინ იყო რაღაცა ეპიდემია რაღაც საშინელება იყო და ხელპირის დაბანაზე ის გამოვიდა საწყალი აკადემიკოსი რო იყო დაიბანეთ ხალხო ხშირად ხელებიო ჩვენ სახელმწიფო ვარ და სახელმწიფო ყველა ფენაზე უნდა ზრუნავდეს და მით უმეტეს ბავშვების სიცოცხლეზე ზრუნვა ეს აუცილებელია ვალდებულები არიან მე არ ვიცი ყველაზე დიდი სიმდიდრე ქვეყნის არის ჯანმრთელი ახალი თაობა. აბარა ამაზე დიდი სიმდიდრე არ გააჩნია ქვეყანას. ნავთობი, არც იშვიათი მეტალები, არც ოქრო. არა, ჯანმრთელი თაობა, რომელსაც ხვალინდელი დღის არ ეშინია. თაობას, რომელსაც აქ უნდა რომ დარჩეს და არა გაიქცეს. ნახოთ მე ისა ვატო მე მგონი გაივლის ეს ამბავი და მოუწევს ჯარის ჩვენი სამხედრო ძალების დღე მოგვილოცეს ხო? ჩემმა შვილმა დაამთავრა ჯიპად წარჩინები. მართლა? ბრიუსელში დაამთავრა მაგისტრატურა და ჯარში წავიდა. ჯარში რატო? მამა მე უნდა ვნახო ჯარი რა. და წავიდა ჯარში. და ჯარში წახურობს ახლა 24 წუთი შეეძლო ჩაებარებინა როგორც ამათშვილებს კიდე რაღაცა დოქტორანტურაში ან მაგისტრატურაში და არ წავიდოდა. მაგრამ წავიდა მე უნდა ვნახო რა და მე მეამაყება ჩემი შვილი რა. ერთი თქვენ მოგმართავთ სარჯველაძეებო. თქვენი რომელი შვილია ჯარში? აბა. ვატო სიტყვაზე გიჭერა რადგან შენ შვილზე დაიწყე საუბარი მომეც საშუალება დაითანხმე როგორმე რომ ჩემი სტუმარი გახდეს. საინტერესო იქნება მასთან საუბარი გპირდები. აუცილებლად შევთანხმდით მაშინ კარანტინში არიან როგორც დღეს მით უმეტეს ქართული შეერაღებული ძალების დღე არის. აუცილებლად გესურვებთ. შევთანხმდით თუ კი ნებას მისცემენ. ჩარში ძალიან ბევრი რაღაცა კარგი ხდება, მართლა კაცობას გასწავლიან, მართლა გვერდზე დგომას გასწავლიან. ჩვენი ჯარი არა ხო შენი შვილი კარგი არა ეგეთი შვილი გასწავლე. საქართველოს ჯარი. უფრო მეტი ყურადღება ჭირდება. უფრო მეტი შეიარაღება ჭირდება, უფრო მეტი ჩრდილები ჭირდება თორე. ერთადერთი რაც საამაყო ჯერჯერობით ბატონო შევთანხმდით ეს არის ჯარი დაითანხმე შენი შვილი და სიამოვნებით ჩავთავ მართა მახარებს რომ შენ გიხილე მართა მახარებს რომ ხნედა ხარ და კარგად ახარ და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ სულ ყველანი მადლობა ჩემო ბატონ საუბედუროდ რო ამომეწორა და პარიზიდან გვაქვს ჩართვა 2 წუთში საინტერესო იქნება ბატონი გიორგი ფოფხაძესთან საუბარი დაგველოდეთ 2 წუთში დაგებრუნდებით